ზაობა ეკონომიკურ კადრობა და თავისი პოზიციები რომ დააფიქსიროთ. მოგესალმებით, ვართ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის წინ. ბიზნესმენ გიორგი ფუტკარაძეს დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი. თქვენ ახლა კადრში უყურებთ გიორგი ფუტკარაძეს და ვკითხავ მას, რას ეხება ეს სარჩელი და რატომ გადაწყვიტა საერთოდ სასამართლოსთვის მიმართვა. გიორგი, გამარჯობა. ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ და მოდი მოუყევით ჩვენს მაყურებელს, რატომ მოხვედით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში? მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი სარჩელი ეხება კანონს, რომელიც იქნა მიღებული 2026 წლის მარტის თვეში, ჩქარებული წესით და ეს კანონი გულისხმობს მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ისეთი საქმიანობის აკრძალვას, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება მის პროფილურ საქმიანობას და მიმართულია, როგორც ავტორები განმარტავენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ რაღაცა კრიტიკული აზრით და ახდენს გავლენას საზოგადოებრივ აზრზე თუ პროცესებზე და ცდილობს ამ ყველაფრის შეცვლას რა, მოკლედ ვაგიხსნათ და თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე სანქციებს, როგორც ჯარიმის, ისე პატიმრობის სახით და ასევე ლიკვიდაციას კომპანიისა. თვითონ კანონი იმდენად გუნდოვანია თან, რომ იძლევა იმის ვარაუდს, რომ იქნება ინტერპრეტაციის დიდი დიაპაზონი და ანუ მიეცემა ამის თვითონ სამართალდამცავ სტრუქტურებს დიდი შესაძლებლობა, რომ შერჩევითად იმოქმედონ კონკრეტული ბიზნესების წინააღმდეგ და გამოიყენონ საგანმანათლებლო ღონისძიებები, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ ეს კონკრეტული ბიზნესი რაღაცნაირად ხელში ეჭხირება, რაღაცნაირად გამოხატავს კრიტიკულ აზრს თუ საზოგადოებაზე, იმ ნაწილზე, რომელიც უკმაყოფილოა ხელისუფლების მოქმედებებით, ახდენს რაღაცნაირ გავლენას და აპროვოცირებს მათ შეხედულებებს, მოკლედ კრიტიკული თვალსაზრისით. რატომ დასჭირდა ქართულ ოცნებას ბიზნესის გაჩუმება და აი საკანონმდებლო დონეზე სცადა, ასე ვთქვათ, გაჩუმებინა ბიზნესმენები? ხო, თვითონ კანონის განმარტებით ნაწილში არსად არ წერია რაღაც мотиваცია კონკრეტულად რა გააფუჭა ბიზნესმა ქვეყანაში ამ მხრივ, რომ ესეთი მკაცრი ზომების მიღება იქნება საჭირო და ერთადერთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ის, რომ ალბათ ბიზნესისგან გამოთქმული კრიტიკა უფრო ხმამაღლა ისმის ქვეყანაში და საზოგადოება უფრო სხვანაირად რეაგირებს. შესაბამისად ჩათვალა ეს საფრთხე, ალბათ სახელმწიფომ, რომ თუ ბიზნესი მასობრივად გამოთქმობს პროტესტს რაღაც კონკრეტულ საკითხებზე, მათი რეპუტაციიდან გამომდინარე კონკრეტულ მოხმარებლებში და ასე შემდეგ, ალბათ უფრო მეტი გავლენა ექნება საზოგადოებრივაზე და თვლიან, რომ ეს კიდევ უფრო მეტად საფრთხეს შეუქმნის ზოგადად ძალაუფლებას. ჩვენს ქვეყანაში ისედაც მე არ მახსოვს, სანამ მე ბიზნესის დავიწყები, მანამდეც და ჩემი ბიზნესში მოღვაწეობის პერიოდშიც, რომ მასობრივად ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი ამ საკითხებზე კრიტიკული აზრი გამოეთქვა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი კამაყოფილია. უბრალოდ რაღაცნაირად შიშია დანერგილი ქვეყანაში, რომ ბიზნესი უნდა იყოს ჩუმად და არაფერზე არ უნდა ჰქონდეს თავისი პოზიცია. ბოლო დროს შეიმჩნეოდა ხოლმე, რომ ბიზნესების რაღაც ნაწილი რაღაც ნაწილმა ეს შიში გადალახა და აფიქსირებდნენ თავის პოზიციებს, კონკრეტულ ადამიანებს დახმარებებს აღუთქვავდნენ, თუმცა ეს იქნებოდა რეპრესირებული ხალხი, თქვა, კანონდატოვებულები თუ ასე შემდეგ, ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებდნენ, ათასგვარ რაღაც სიმბოლურ აქტებს ახორციელებდნენ იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობდა, თუნდაც ძალადობის ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ და ასე შემდეგ. თუნდაც იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რაც ზოგადად თავისუფლების შეზღუდვებთან დაკავშირებით, ადამიანის თავისუფლებების შეზღუდვებთან დაკავშირებით იქნა მიღებული და ალბათ ჩათვალა სახელმწიფომ, რომ უკვე ეს საფრთხეა, რადგანაც თუ ერთმა გამოხატა მეორემ ეს გადაილახება ადრე თუ გვიან და მე მთლიანად ბიზნესი უკვე იქნება კრიტიკული და ალბათ წინასწარ ცდილობენ ამის პრევენციას, რომ რაღაცა უსხავი ეფექტით გააჩნიონ ბიზნესები, თორე დარწმუნებული ვარ, სულ უკმაყოფილოა და პირად საუბრებში ყველა გამოხატავს ამას, მაგრამ მეც ბევრჯერ მინდია კოლეგებისგან რა რაში გჭირდება თავი მშვიდად და რაღაცა საფრთხეში არ ჩაიგდო თავი და ეგეთი რაღაცეები და ეხლა
ზოგადად მე ამ კანონის ახლა შემოღებამდე რასაც ვაკეთებდი, არც ახლა ვაპირებ ჩემი ქცევის შეცვლას და არც მომავალში ახლა რას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო, როდის გადაწყვეტს და საერთოდ მიიღებს თუ არა განხილვაში. უბრალოდ მინდა რომ რაღაცა სიმბოლური ხასიათი ქონდეს ამ ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესმა ერთხელ და სამუდამოდ ისწავლოს, რომ რაღაცა თუ არ გაწუხებს, არა აქვს შეიძლება შენ თვლი რომ რაღაც არასწორია, შეგიძლია თქვა. და გამოთქვა პრეტენზია, წუხილი, არა მხოლოდ იმას, რაც შენ გეხება კონკრეტულად, ხო, რაღაც შენ საქმიანობაში, რა შენ კოლეგა ბიზნესმენებს ეხება. ეს ზოგადად ვას თუ ეხება და რაღაც აწუხებს საბოლოო etapში შენამდე მოვა და შენს დაგაზიანებს. აქედან გამომდინარე, მინდა რომ რაღაცა პრეცედენტად შერჩეს ქვეყანას. თუ არ ვცდები დაახლოებით 3 თვეა რაც მიიღეს ეს კანონი და დღემდე არავინ არ გააპროტესტა, ხომ? როგორ ფიქრობთ, რატომ შეეგუა ბიზნესი ამ ახალ კანონს და გადაწყვეტა მორგება და თქვენი მაგალითი რამდენად შეიძლება გადამდები აღმოჩნდეს მაგაზე რას ფიქრობთ? ანუ სხვა ამაც ხომ არ შეიძლება იგივე მსგავსი შინაარსის სარჩელი შემოიტანოს. რა, გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ფაქტია რომ ანუ რაღაცა ეფექტი ქონდა ამას ამ მხრივ რომ ვიღაცები შეიძლება თავს იკავებენ უკვე ვინც მანამდეც არასდროს არ გამოთქვამდა ხმას ახლა არ მგონი ახლა რაღაცა შეიცვალოს იმათთვის ეს კანონი იქნება თუ არ იქნება თავისთავად არაფერს არ ცვლის და შეიძლება სასაცილოდაც არ ყოფნით ახლა ჩვენი ნაბიჯი ვიღაცებს რომ ანუ რაღაცა მე არც პოლიტიკოსი ვარ არც ამის ამბიცია მაქვს არც სამოქალაქო აქტივისტი ვარ მე ვარ მოქალაქე ამ ქვეყნის რომელსაც გააჩნია თავმოყვარეობა და რა ვიცი ვიხდი გადასახადებს პატიოსნად საკმაოდ ბევრს სხვათა შორის ყავს დასაქმებული ადამიანები კეთილსინდისერად მსახურები მოხმარებლებს და არავის არ მიცემ უფლებას რომ გადამიწყვიტოს მე ჩემი ბიზნესის სახელით თუ რა ვიცი ჩემი პირადი სახელით რას გავაკეთებ მანამ სანამ მე ადამიანებს არ ვაზიანებ და შესაბამისად ახლა მეცინება თან ეხლა რომ ამ საკითხზე ახლა დროის კარგვა მიწევს აქ მithumetes ბიზნესს საკმაოდ ბევრი ყურადღება და ის ჭირდება კარგად მოგეხსენებათ ხო საერთოდ არ მეხალისება კიდე ამ რაღაცების კეთება რა მირჩევნია ახლა მე ჩემს საქმეში ვიყო ხა წავიდე ვივარჯიშო მე წავიდე მოხმარებლებთან რაღაცა გავისაუბრო აზრი გამოვკითხო ჩემ კომპანიასთან დაკავშირებით რა მე შენიშვნები ხომ არა აქვს რაღაცა და საერთოდ არ მეხალისება ახლა რაღაცა მინისტრების უშტურებზე ვაკეთო კომენტარები მაგრამ მე გრძნობ რომ ეს ყველაფერი მე მავნებს ისე როგორც მე ჩემს ქვეყანას ავნებს და მე არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება სადაც ან ბიზნესს ან მოქალაქეს არ შეუძლია თავისი აზრის გამოხატვა ერთია ვთქვათ, ვინ როგორ უყურებს ამ აზრს და სწორია თუ არასწორი, მაგრამ როგორი აზრიც არ უნდა ქონდეს ადამიანს თუ ბიზნესს, იმის გამოხატვის საშუალება უნდა არსებობდეს ქვეყანაში. მაგრამ ბიზნესი არის ხერხემალი ეკონომიკის. გადასახადებს იხდი და ვის რა უფლება აქვს საერთოდ დაგიდგინოს ცხოვრების წესი შენი ბიზნესით, ვის დაუჭერ მხარს, ვის რა მას სოლიდარობას გამოუცხადებ თუ ვის მიმართ რა კრიტიკულად გამოთქვა. ხო, აბსურდია ეს ყველაფერი. ამიტომ ახლა დიდად ახლა არაფერი არ იცვლება ჩემს შემთხვევაში ისე იგივენაირად გავაგრძელებ თავისთავად და მეც მინდა რომ რაღაცნაირად საერთოდ არ ვიყო ჩემი ყურადღება გადართული არის საერთოდ არ იყოს ამ საკითხებზე და ბიზნესის განვითარებას მოვახმარო ჩემი ყურადღება მაგრამ ზოგადად ქვეყანა არ მაძლევს მის საშუალებას გარემოთი და ატმოსფეროთი და ზოგადად იმ წნეხით რა ჩვენი მოქალაქეების ძინავდა არსებობას რომ ესე გულზე ხელი დავიკრიფო და მხოლოდ რაღაცა ჩემს პირად შემოსავლებზე ვიფიქროთ რომ მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მავნებს ისე პრაგმატულადაც რომ შევხედოთ ამ ყველაფერს. ვინ იცავს თქვენს ინტერესებს, ვინ გეხმარებათ და თუ შეიძლება მათ ჩაწეროთ? ჩემს ინტერესებს იცავს ვასილი ჟიჟიაშვილი, ასევე თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია არის. ჩემს გვერდით რომლის წევრიც მე ვარ და ერთად მოკლედ ამ პროცესს აქ არის ახლა აქ არიან ბიჭები შეგიძლიათ ესაუბროთ ვასილი შეგიძლია მე ბიჭებსაც გამარჯობათ რატომ გადაწყვეტეთ ამ საქმის აღება ასე ვთქვათ და რა საფრთხეს ქმნის მსგავსი ტიპის კანონმდებლობა ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის ამ საქმის წარმოწება ინიციატივა იყო გიორგის მხრიდან ვინაიდან ის არის აქტიური ადამიანი და მხოლოდ ის არ არის ბიზნესის აქტიურად გამოხატავს პოზიციას სამართლებრივზე და როგორც ადვოკატმა შეგვიძლია დავეხმარებოდეთ საკონსტიტუციო სამართლის მოგვეპარს და ეს შევიდა საკონსტიტუციო სამართლის არჩევს და ვითხოვთ სამართალდამო კოდექსის და სისხლის კოდექსის ნორმების არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის დაცული გამოხატვის თავისუფლების, მეწარმეობის თავისუფლების და ასევე კანონის გაჯერების მოთხოვნებთან დაკავშირებით. მსგავს ტიპის კანონები, რომელიც არაპარტიულ
მონაწილეობას ძალავს ბიზნესის მხრიდან, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბიზნესის მიერ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში ჩართვას თუ პროცესის დაფიქსირებას არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული საზოგადოებებისთვის და ეს აჩვენებს, რომ არც ეს ინიციატივა საკანონმდებლო რეგულაციაში აღმოჩნდა არ არის დემოკრატიული წესი. არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესი არ ხებს თუ ხარდამჭერი თუ მოწინააღმდეგე, ყველას თანაბრად ეხება ეს წესი და შერჩევითი შეიძლება გახდეს ამ წესის აღსრულება. ნებისმიერი ბიზნესის მიმართ შეიძლება რაღაც პერიოდში დაიწყონ ჯერ სამართლებრივი საქმის წარმოება და დააჯარიმონ 20,000 ლარით და შემდგომ სისხლის საქმე დაიჭირონ ამ ბიზნესის პარტნიორი ან დირექტორი და ლიკვიდაცია გაუკეთონ ორგანიზაციას. იმის გამო, რომ მაგალითად რომელიმე ბიზნესი საჯაროდ გამოხატავს რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე რაიმე პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მის სამეწარმეო საქმიანობა არის. ხო, მაგალითად გიორგის ბიზნესი არის სასტუმრო და ფიტნესი და თუ კი ის გამოხატავს ამ ორი საქმიანობისგან განსხვავებულ სფეროს წარმატებას, შეიძლება რომ ეს ნორმები ავუყო. რატომ დაჭირდა ქართულ ოცნებას მასობრივად ასე ბიზნესის გაჩუმება? თქვენ როგორც იურისტი რას ფიქრობთ? არ ვიცი ეს ქართულ ოცნებას შეგვიძლია კითხოთ. უბრალოდ ამ კანონის ლეგიტიმური მიზანში რაც არის მითითებული, რომ სახელმწიფოს უნდა ამ კანონის მიღებით დაიცვას საზოგადოება ბიზნეს ინტერესების გავლენებისგან, ეგეთი ინტერესით გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება შევიზღუდოს. იმიტომ რომ ეს არ არის დამაჯერებელი არგუმენტი. იმიტომ რომ ნებისმიერი ბიზნესისთვის თანამედროვე სამყაროში და უკრაინაში მიმდინარე ომმა ეს ძალიან კარგად აჩვენა, არა მხოლოდ პროდუქტი თუ სერვისი ამუშნელოვანი, არამედ ის თუ როგორ ასე რომ ვთქვათ, წარმოჩინდებიან ისინი საზოგადოებაში, ხო? მაგალითად, უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო ბიზნესები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა დაგმეს, მათი გაყიდვები გაიზარდა და ბიზნესები საერთაშორისო დონეზე მაქვს ცხადია საუბარი და ბიზნესები, რომელიც რუსეთში დარჩნენ, მათი გაყიდვები საფუძვლად შეიცვალა. ანუ შენი საზოგადოებრივი ასე ვთქვათ, ცხოვრების ფარგლებში გაკეთებული განცხადებები, მათ შორის შენი სამეწარმეო სტრატეგია შეიძლება იყოს, ხო, რომ მაგალითად რომელიღაც კონკრეტული ჯგუფი ამოირჩიო და შენი პოზიციონირებით საზოგადოებაში ეს ჯგუფი მოიქრო შენ. ამიტომ თვალია გარდა იმისა, რომ გამოხატვაც არის, ასევე მეწარმეს იკრძალავს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ისეთ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ეკონომიკურად შეიძლება იყოს გამართლებული, ხო? ასე შეიძლება ეკონომიკურად, რეპუტაციულად კარგად გამოიწვიოს ბიზნესმა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შემთხვევებში პოლიტიკური პროცესების გარშემო, მაგალითად, პოზიციის დაფიქსირება. ამიტომ თვითონ რას ფიქრობთ ქართულ ოცნებას? გასაგებია, მადლობა. დღეს შეიტანთ, ხო? დღეს შეიტანთ და დავრდებით იმედებს, რომ მალე განიხილოს ეს სამყარო. ძალიან დიდი მადლობა. ვასილ ჟიჟიაშვილი. ვასილ ჟიჟიაშვილი ვარ, კომპანია YouTube კომპანია Digital Solutions პარტნიორი და დიდი მადლობა. თქვენ ბათუმელების პირდაპირ ეთერში უსმენდით ადვოკატ ვასილ ჟიჟიაშვილს. დღეს ბიზნესმენ გიორგი ფუტკარაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს საკონსტიტუციო სარჩელი და ამ საკონსტიტუციო სარჩელით აპროტესტებენ სამწუხაროდ გეცნობინებთ რეალობა, როდესაც ბიზნეს დაფიქსირებას სიტყვისა და თავისი აზრის გამოხატვის უფლება, რაც კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში. ეხლა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს კითხავ. გამარჯობა, თქვენც რო ჩაგწეროთ, თუ შესაძლებელი იქნება. არა, კეთმირჩევნია აი ამ ფონზე.
პირდაპირ ეთერში ვართ, უბრალოდ მინდა გკითხოთ თქვენი სახელი გვარი მითხარით და დღეს რატომ მოხვედით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან? ბატონო, მონდარ სეძელაძე, თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დირექტორი გახლავართ, რეფორმ ფიტნესი და გიორგი ფუტკარაძე არის ჩვენი ასოციაციის წევრი და რეალურად ჩვენი ასოციაციის შექმნის მიზანი იყო სწორედ ის, რომ დაგვეცვა ბიზნესის ინტერესები. და დღეს მართლა ძალიან კარგი პრეცედენტი მოხდა, პრეცედენტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ბიზნესები, რომელსაც შეუძლიათ რომ საჯაროდ რაღაც პოზიცია დააფიქსირონ და გააპროტესტონ. მიუხედავად იმ ერთგვარ რეპრესიული კანონისა, რაც მეწარმეთა შესახებ მივიღეთ, ამის საპასუხოდ მაინც არის ჩვენთან ბიზნესები, რომლებიც აღნიშნულ ასე ვთქვათ პროტესტს გამოთქვამენ და ხმას იღებენ. შესაბამისად, ჩვენც როგორც ასოციაცია ვიქცავთ მის ინტერესებს, ვართ მის გვერდით და მოგოხ საზოგადოებამდე სათქმელი იმისა, თუ რატომ არ შეიძლება ეს კანონი არსებობს. რა ბარიერს უწესებს ეს კანონი ბიზნესმენს და რა საფრთხეა ეს თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნისთვის? რეალურად კანონს თუ უფრო ასეთ სიღრმისეულად გავუყვებით, ნახავთ რომ არის ძალიან ბუნდოვანი და ურაზროვანი. გულისხმობ იმას, რომ კანონი ფაქტობრივად გონება იმის კაცმა არ იცის რაში და რა განცხადების გამო შეიძლება სახელმწიფო მოედაოს ბიზნესი. აი ძალიან მარტივი მაგალითი რო ავიღოთ. მაგალითად IT კომპანიამ რო თქვას, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით საქართველოს სჭირდება ევროკავშირის ინტეგრაცია. ეს შეიძლება ჩათვალოს ხელისუფლებამ და რომელიღაც ბიუროკრატმა ის რომ არის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა. რადგანაც განსწორად ეს უწევიათ რომ გარკვეული რაღაცა პოლიტიკის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საპირისპირო განცხადება გააკეთებენ ქმედება, ეს შეიძლება იყოს დაჟანილი. შესაბამისად ძალიან ბუნდოვანია კანონი და ფაქტობრივად ეს ბიზნესი ეუბნება ეს რაღაცას რომ თუ თვალში სულად მოხდები, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთო, შემიძლია ისე შეგიკერო საქმე, რომ აი ამ კანონის ფარგლებში, ამ კანონის ჩარჩოთი დაგადანაშაულებ. ჯერ დაგაჯარიმებ, მერე საერთოდ ლიკვიდაციასაც მოუხდნენ შენი ასე ვთქვათ აქტივებს. შემიძლია ეს სიგნალი ფაქტობრივად ეუბნება ბიზნესს უბრალოდ გაჩვენა. არანაირად ხმა არ ამოიღო, რა უსამართლობაც არ უნდა მიიღო, მაგალითად რაც არ უნდა რეპრესიული კანონები გაგიტარო, რაღაცა გადასახადები გაგიზარდო, რაღაც რეგულაციები, მოთხოვნები, ჯარიმები გაგიზარდო, შენ უბრალოდ უნდა იყო ჩუმად. დემოკრატიულ სახელმწიფოში ესე არ ვარდება. დემოკრატიულ სახელმწიფოში რეალურად მთავრობა უნდა მიდიოდეს ბიზნესს და მისგან იღებდეს რჩევას, რა გააკეთოს ქვეყანაში ისე, რომ ბიზნესი იყოს კომფორტული. ბიზნესის ინტერესები როგორ იქნას გატარებული, რადგან არ უნდა დაგვაუწყოს, გვინდა არ გვინდა, თანამედროვე საზოგადოებაში სწორედ ბიზნესი ქმნის დოვლას. ბიზნესი მაგალითად თავისი გადასახადებით პენსიონერებს აძლევს პენსიას. ბიზნესი თავისი გადასახადებით ბიუროკრატებს ხელფას უხდის, სოცშემწეობის მიმდევრთა რაოდენობა რო ყავს 600,000-ზე მეტი, ბიზნესი თავისი გადასახადებით უხდის თანხას და ამ დროს ვეუბნებით, რომ მე კი ბატონო გაგზარცო გადასახადებით, მაგრამ შენ ხმა არ უნდა ამოიღო. ანუ ეს რეალურად კიდევ ერთი რაც ბოლო პერიოდში პროცესებია, ესეც ამის სამგები ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ ბიზნესსაც მიადგნენ ამ შემთხვევაში. უბრალოდ ერთი რაღაცა უნდა გვახსოვდეს. თუ ბიზნესი ამ პერიოდში იქნება ჩუმად და რაც იმედი აქვს, რომ აი სიჩუმით მოკლედ აი რეპრესიებს გადაურჩებიან, ესე არ ლაგდება. წარსული გამოცდილებები, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებები მათ შორის გვაჩვენებს, რომ როდესაც ესეთი ავტორიტარული რეჟიმია, მუდმივად ყველა ბიზნეს ადრე თუ გვიან მიადგებიან რაღაც კუთხე და ყველა შეეხება და სანამდროა ყველა ბიზნესმა უნდა ამოიღოს ხმა. და როგორც ვახსენე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა ბიზნესებიც ამ პროცესს ვთქვათ აპარებენ. რატომ ჭირდება ქართულ ოცნებას ჩუმადმყოფი ბიზნესი? აი არა, შეგძლიათ. არის როდესაც ესეთი რეპრესიული ტიპის კანონებს იღებენ, ესე გეშინია. შიშის შემდეგ ხდება ხოლმე ესეთი მარწუხების მოჭერა ბიზნესისთვის. ლოგიკურია ჩვენ ნახეთ გამოცდილება ჩვენ დაგვიგროვდა. ხო, მაგალითად გასული წლების განმავლობაში, როდესაც აქციები იყო, როგორი იყო ბიზნესის პოზიციები, ბიზნესის კონსოლიდაცია, იქნებოდა შესაბამისი ფონდები, რომლის საშუალებითაც ბიზნესები აქციებზე დაშავებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ თანხებით ფინანსურად, სხვილი ბიზნესების საშუალებით. იქნება ბიზნესები, რომლებიც ელემენტარული რაღაცა საკვებით უმასპინძლებოდნენ. ანუ ხელისუფლებამ დაინახა, რომ ბიზნესს შეუძლია რაღაც გაერთიანება მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა ძალიან სჭირდება, როდესაც თავისუფლება ძირითად უფლებას ჩვენსას საფრთხე ემუქრებს. ამისად ეს საფრთხე რო დაინახეს, სწორედ ამ საფრთხის საპასუხოდ იყო ეს ყველაფერი. რეალურად ეს ყველაფერი ამ ყველაფერს შიში განაპირობებს. შიში ამოძრაობს ხელისუფლებას, როდესაც ესეთი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს. და ეს ერთგვარი რაღაცა გონების თამაშია რა, რომ ამ იმით რომ აი მე შენ დაგჯი
იქნებ გავაჩუმო და რეალურად უკვე არაფერი ბერკეტი არ მაქვს, მაგრამ იქნებ ამით გავაჩუმო ეს ხალხი და საფრთხის მაჩვენებელი შეავსე. ამ შიში ამოძრავეთ მათ და საფრთხეს ხედავენ ისინი ბიზნესის როგორ კონსოლიდაციაში. ძალიან დიდი მადლობა ნოდარ სირბილაძე, თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დირექტორი. დიდი მადლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს დღეს სარჩელი, საკონსტიტუციო სარჩელი ბიზნესმენ გიორგი ფუტკარაძეს და ის ამ სარჩელით ასაჩივრებს ბოლო დროს მიღებულ კანონებს, ორ კანონს, რომელი კანონებითაც ბიზნესი, ასე ვთქვათ, გახდა ვალდებული გაჩუმდეს და აღარ გამოხატოს. აღარ გამოხატოს თავისი აზრი, აღარ გამოთქვას თავისი აზრი სხვა და სხვა თემასთან დაკავშირებით. მე გაგაცნობთ განცხადებას რეფორმების და გიტყვით, რომ ესე იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დამატებული 153 მუხლის და სისხლის სამართლის კოდექსის 353 მესამე მუხლის 355 მესამე მუხლის ასე ვთქვათ, გაუქმებას ითხოვენ საკონსტიტუციო სარჩელით და თქვენი ხალხსმენდით ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ იმდენად ბუნდოვანი ჩანაწერია ეს ამ კანონში მიღებული ცვლილებებით, რომ შესაძლებელი ხდება ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი აზრის გამოთქმის შემთხვევაში, ნებისმიერი ბიზნესმენი და მეწარმე ნებისმიერ საკითხის აზრის გამოთქმის შემთხვევაში დაექვემდებაროს კანონს ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლებრივ დევნას. მე ამით გემშვიდობებით და თქვენ საშუალება გექნებათ თვალი მიადგევინოთ ბათუმელების ვებგვერდს, სადაც დაიდება განახლებული ინფორმაცია.